ნამდვილად მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ჩვენ გაჭირვება არ გვეყოფა, რომ ნახევარ საქართველოს გაგინებს და კიდე იმაზე ცეცხლ დავუმატებენ და აი ამას ვემიჯნები და უამრავი მაგალითი მოყავთ, თავში ამადვიმ ჩემპიონატი შვედეთში, ესტონეთში ჩემპიონატი როგორ ტარდება ის და ეს არგუმენტები მიმართულია არა ჩვენი ხარდაჭერისთვის, არავინ არ თქოს არ უნდა ხარდაჭერა, მაგრამ პირიქით კიდე უფრო რო გვაგინო. მე მგონია, რომ ამ რეჟიმში და ალბათ თვითონაც აცნობიერებენ, რომ ხა ჩვენ რო გამოვიდეთ და ნაკრების წარმომადგენლებზე ვილაპარაკოთ, ხო? ჩვენი საერთო საზრუნავია. კლუბი, რომელიც UEFA-ზე ვერ მიაღწევს წარმატებას ევროპულ ასპარეზზე, პირველ რიგში კლუბის პასუხისმგებლობა. იქ ნამდვილად ვერ ჩაერევა ხშირად ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას ხალხს უსვავს და არ ვიცი ხა ეს არის 2-4 ან სადმე უნახიათ რომ ჩვენ პასუხისმგებლობა ვიღაცაზე გადაგვეწევილი. რაღაც პერიოდი თანამშრომლის რეჟიმზე მეტად უფრო პაიქრობაში რამისა გადაიზარდა. იმედს რაც მაძლევს ბოლო შეხვედრა იყო კლუბებს შორის. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.